მოგესალმებით ყველას, მიხარია თქვენთან შეხვედრა. დღეს როგორც ვიცი, გაქვთ მენტალური ჯანმრთელობის ციკლის განმავლობაში ბოლო შეხვედრა, რაც ეხება ფსიქოთერაპიისა და ცხოვრების ხარისხის თემის განხილვას. მიხარია რომ დაინტერესება არის და იმედი მაქვს რომ საინტერესო იქნება ჩვენი საუბარი. რამდენიმე სიტყვით უბრალოდ გაგაცნობთ ჩემს თავს, ვარ კლინიკური ფსიქოლოგი. ქეთი დალინკევიჩი, ვმუშაობ მოზარდებთან, ძალიან დასაწყისში ჩემი პროფესიის მუშაობა დავიწყე ბავშვებთან და დღესდღეობით ვმუშაობ ასევე მოზარდების გარდა დასრულ კლიენტებთან. დღეს ყველაზე მეტად რაც მინდა თქვენ გაგიზიაროთ არის ის თუ რა არის ფსიქოთერაპია, როგორ შეიძლება დაეხმაროს ადამიანს და როგორ დაუჭიროს მხარი გარკვეულ სირთულეებში. და ასევე განვიხილოთ რა არის ზოგადად ცხოვრების ხარისხი, ხო? იმიტომ რომ ეს არის ძალიან სუბიექტური რამ, რაც შეიძლება ყველამ სხვანაირად გავიგოთ ან სხვანაირად შევაფასოთ, ასე ვთქვათ და სხვანაირი წარმოდგენა გქონდეს. პირველი რაც მინდა გითხრათ, ცხოვრების ხარისხზე, როდესაც ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს, ასე ვთქვათ, ინდივიდის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობას. და მასში გაერთიანებული არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი იყოს დამაკმაყოფილებელი, მაღალი, ასე ვთქვათ და სასურველი, ამისთვის რაღაცები არის საჭირო. ძალიან მოკლედ გეტყვით, რა არის ცხოვრების ხარისხი უშუალოდ ჯანმოს განმარტებით, ანუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია როგორ განმარტავს ამ, ასე ვთქვათ, ტერმინს. ცხოვრების ხარისხი არის ინდივიდის აღქმა საკუთარი პოზიციის ცხოვრებაში, კულტურული და ღირებულებითი სისტემის კომპლექსში გაერთიანებულად. ანუ ნახეთ, მნიშვნელოვანია ღირებულებების სისტემა, მნიშვნელოვანია ადამიანის კულტურა და ის თუ მაგალითად სად დაიბადა და კულტურა როგორ გარკვეულ წესებს თავაზობს მას და ასევე მთელი, ასე ვთქვათ, აი ამ კომპლექსის გაერთიანება მთლიანობაში როგორ შეიძლება რომ ადამიანმა წარმოიდგინოს. ძირითადი კომპონენტები უფრო მინდა რომ დავყოთ, ასე ვთქვათ და განვიხილოთ, მაგალითად არის ფიზიკური ჯანმრთელობა. ასევე მნიშვნელოვანი არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და მინდა რომ ეს ორიც ძალიან გავყოთ ერთმანეთისგან, სოციალური ურთიერთობები, პიროვნული განვითარება და ასევე ეკონომიკური მდგომარეობა. საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი თითოეულ მათგანს უთმობდეს საკმარის დროს, ასე ვთქვათ, ხო? ცხოვრების ხარისხი, როგორც უკვე თავიდან ვახსენე, არის ძალიან სუბიექტური, იმიტომ რომ ადამიანი თავის საკუთარ სიცოცხლეს ზომავს, ხო ესეა და საკუთარი სიცოცხლიდან, საკუთარი გარემოდან გამომდინარე, საკუთარი კულტურიდან გამომდინარე აკეთებს გარკვეულ შეფასებას. ასპექტები, როგორც გითხარით, ნახეთ ფიზიკურ ჯანმრთელობას რაც ეხება და ფიზიკურ კეთილდღეობას. ეს არის ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგალითად, რამდენად ჯანმრთელია ადამიანი ფიზიკურად, აწუხებს თუ არა მას რაიმე ფიზიკური დაავადების მხრივ რაღაცა, რაც შეიძლება რომ იყოს მნიშვნელოვანი. ენერგია და დაღლილობის დონე, რაც ხშირად შეიძლება გამოვლინდეს მაგალითად ფსიქოთერაპიაზე მოსული ადამიანი, ვთქვათ, აღწერს გარკვეულ საკითხებს, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი და უცბად აღმოვაჩენთ, რომ ენერგიის დონე მაგალითად არის საკმაოდ დაბალი, დაღლილობის დონე არის ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ და ადამიანს რაღაცების გაკეთება შეიძლება ამის გამო არ შეეძლოს და რესურსი არ ქონდეს. ტკივილთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები შედის ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაში. ძილის ხარისხი, რაც მნიშვნელოვანია და რაც გავლენას ახდენს ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი აღწერს, რომ ვერ ზინავს, უჭირს მაგალითად ჩაძინება, ან იძინებს, მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში ძილი არის წვეტილი და ხშირად შეიძლება გაეღვიძოს მაგალითად. საერთო ჯამში შეიძლება აღწეროს, რომ 7 საათის ძინავს ან 8 საათი, მაგრამ იღვიძებს დაღლილი, იმიტომ რომ ძილი იყო მაგალითად წვეტილი და კარგად ვერ გამოიძინა. და ასევე ფიზიკურ კეთილდღეობაში შედის, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა. რამდენად შეუძლია ადამიანს იყოს ფიზიკურად აქტიური. სიარული მაგალითად, ყველაზე მარტივი, რამდენად შეუძლია მოძრაობა ამ ხრივ გამოხატოს, რაიმე სპორტით იყოს დაკავებული თუ ასე შემდეგ. ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, რა თქმა უნდა, მოიაზრებს ემოციურ მდგომარეობას, ემოციურად როგორ არის ადამიანი, რამდენად, ასე ვთქვათ, სტაბილურია მისი ემოციური მდგომარეობა, რამდენად შეიძლება აწუხებდეს მაგალითად შფოთვა,
ან პირობითად ვთქვათ აქვს დეპრესიის სიმპტომატიკა. დეპრესია არ არის ემოცია, დეპრესია არის უკვე ერთგვარი სიმპტომი, გამოხატული კონკრეტული, ასე ვთქვათ, გამოვლინებებით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პირობითად ფსიქიატრმა დასვას დეპრესიის დიაგნოზი, თუმცა ეს არ არის ემოცია. ხშირად ერევათ ხოლმე, რომ ადამიანმა შეიძლება კითხვაზე როგორ გრძნობთ თავს, გვიპასუხოს დეპრესიულად. დეპრესიული როგორც ესეთი ემოცია არ არსებობს, მაგრამ შეიძლება გარკვეულ, ასე ვთქვათ, მდგომარეობებს მოიცავდეს, რასაც მივყავართ შემდგომ უკვე დეპრესიამდე. ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში შედის სტრესის მართვა, რამდენად შეუძლია ადამიანს სტრესის მართვა და დღევანდელი ცხოვრება ძალიან დატვირთულია სტრესით. ყველა დროს, ყველა ეპოქაში რეალურად იყო სტრესი. ეპოქისთვის დამახასიათებელი სტრესი და არც ერთ ეპოქაში არ მგონია, რომ ადამიანებისთვის სტრესი არ არსებობდა და ამის მართვა არ იყო საჭირო, თუმცა დღევანდელ ცხოვრებას აქვს თავისი გამოწვევები და სჭირდება გარკვეული სტრატეგიები, როგორ გაუმკლავდნენ ადამიანები ამ ყველაფერს. თვითშეფასება, ასე ვთქვათ, თვითშეფასების ამბავი და თვითშეგნების როგორი აქვს ადამიანს, რამდენად თავდაჯერებულია, თვითშეფასება აქვს ადეკვატური თუ დაბალი თუ შეიძლება მაღალი, შეუსაბამოდ მაღალი მაგალითად. და რამდენად შეუძლია ასევე კოგნიტური ფუნქციები, რამდენად აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს მაგალითად კარგად შეძლოს კონცენტრირება, მეხსიერება ჰქონდეს კარგად, არ უჭირდეს თქვათ რაღაცების გახსენება და კარგად მუშაობდეს მეხსიერება. აღქმის ამბავი, რამდენად თქვათ აღქმასთან ყველაფერი წესრიგშია თუ შეიძლება რამე პათოლოგიური ვლინდებოდეს და ასევე აზროვნების პროცესებიც. ძალიან მოკლედ განვიხილავ, როგორც უკვე გითხარით, ფიზიკური და ფსიქიკური ფაქტორების გარდა მნიშვნელოვანი იყო სოციალური ურთიერთობები ასევე და არსებობს შესაძლოა გაგებული გქონდეთ ამ კურსის განმავლობაშიც და ისედაც მაგალითად ბიოფსიქოსოციალური მოდელი, ხო, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე ადამიანის კეთილდღეობა როგორია, განვიხილავთ ამ მოდელის მიხედვით, რაც გულისხმობს ბიოლოგიურ ფაქტორებს, სოციალურ ფაქტორებს და ასევე ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. ხო, სოციალურში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ოჯახი და მეგობრები, მათთან ურთიერთობა, რამდენად ყავს ადამიანს, ასე ვთქვათ, მყარი სამეგობრო სისტემა, რომელიც არის მხარდამჭერი. იმიტომ რომ მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მხარდამჭერმა სისტემამ იმდენად გააძლიეროს ადამიანი, რომ ეს იყოს საკმარისი და მაგალითად საკმაო რესურსებს აძლევდეს ადამიანს. და ოჯახთან ურთიერთობა, ოჯახთან კავშირი რამდენად კარგად გრძნობს ადამიანი თავს საკუთარ ოჯახში, რამდენად არის მათ შორის ურთიერთობა გულწრფელი, დალაგებული, პოზიტიური, რამდენად ესმით ერთმანეთის და რამდენად შეუძლიათ ემპათია. ინტიმური ურთიერთობები, რაც გულისხმობს თქვათ ასევე პარტნიორულ ურთიერთობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია სოციალურ ფაქტორში და საზოგადოების წევრად საკუთარი თავის შეგრძნება, ანუ სოციალიზაცია, ხო, რამდენად მე, როგორც ერთ-ერთი ინდივიდ, შემიძლია სოციალიზაცია გავიარო კონკრეტული ადამიანების ჯგუფში და მივაკუთვნო ჩემი თავი უკვე ამ ადამიანების ჯგუფს, ანუ ჩავთვალო, რომ გავლილი მაქვს ეს სოციალიზაცია და მათთან თავს კარგად ვგრძნობ. შემდგომი ფაქტორი არის გარემო და ცხოვრების პირობები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ საცხოვრებელი გარემო რამდენად არის უსაფრთხო მაგალითად, რამდენად შეუძლია ადამიანს თავი კარგად იგრძნოს იმ გარემოში, რამდენად კომფორტულია ეს გარემო, ჯანმრთელობის სერვისები რამდენად არის ხელმისაწვდომი ადამიანისთვის და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, როდესაც ვსაუბრობდი, მაგალითად თუ რაღაც სირთულე იკვეთება, რამდენად აქვს ადამიანს შესაძლებლობა, რომ ხელმისაწვდომი იყოს მისთვის გარკვეული მკურნალობა მაგალითად ან გარკვეული სერვისების საჭიროების მიხედვით. განათლება, დასაქმება, ფინანსური მდგომარეობა, ეს ყველაფერიც რა თქმა უნდა მოიაზრება გარემოს ნაწილში, კულტურა და სოციალური ფაქტორები ასევე და კულტურაზე როგორც გითხარით, კონკრეტულ კულტურას შეიძლება ჰქონდეს თავისი რაღაც ძალიან დამახასიათებელი წესები, მაგალითად, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ გლოვის წესი შეიძლება იყოს განსხვავებული, არა მარტო კულტურების მიხედვით, თუნდაც ერთ კულტურაში კუთხეების მიხედვითაც, პირობითად ვიძახ, შეიძლება სამეგრელოში სხვანაირად არის გლოვის წესი და იმერეთში სხვანაირად, ან ასე შემდეგ და ასევე სხვა რაღაცა წესებიც, არა მარტო გლოვა შეიძლება იყოს იგივე დღესასწაული რაიმე, რომელიც სხვანაირად აღინიშნება, ხო?
ამიტომ ეს ფაქტორები შეიძლება განსაზღვრავდეს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. არსებობს გარკვეული კითხვარები, მაგალითად, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა შეაფასოს ეს თავისი ცხოვრების ხარისხი. ქართულად ადაპტირებული ნაკლებად არის, თუმცა შეიძლება მოიძიოთ მაგალითად არაქართული ვერსიები თუ იქნებით ამით დაინტერესებული. და რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვახსენე, არის ძალიან სუბიექტური, რადგან ჩვენ ცხოვრებას ვაფასებთ და თავად აღქმა შეიძლება იყოს ძალიან სუბიექტური. ანუ რას გულისხმობთ? მე შეიძლება მქონდეს განცდა, რომ არ მყავს მეგობარი და მიჭირს კომუნიკაცია. ვიღაცა ადამიანი ამას შეიძლება ვერ ხედავდეს, იმიტომ რომ მე ძალიან შინაგანად შიგნით მაქვს ეს განცდა, რომ ძალიან მარტოსული ვარ მაგალითად, ხო? ამიტომ გარედან შეიძლება ამის დაკვირვება არ იყოს პირდაპირ შესაძლებელი. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია დეტალურად აი ამ ყველაფრის გამოკითხვა და შეფასების უკვე შემდგომ გაკეთება. მინდა განვიხილოთ ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და ძალიან ისე უხეშად შეგვიძლია დავყოთ ნეგატიური და პოზიტიური ფაქტორები. მაგალითად, პოზიტიური შეიძლება იყოს სოციალური მხარდაჭერა, სამეგობრო წრე, ოჯახი, რომელიც ძალიან მხარს მიჭერს, სტაბილური სამუშაო, მაგალითად, როდესაც ვიცი, რომ კონკრეტულ ადგილას მივდივარ, სამსახური მაქვს, დასაქმებული მაქვს, ხელფასი მაქვს და ასე შემდეგ. შესაძლოა ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტორი იყოს ფსიქოთერაპია და თვითგანვითარება და მაგალითად ადამიანი თერაპიის დახმარებით ძალიან ამხნევებდეს საკუთარ თავს და ცხოვრების ხარისხს ზრდიდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანი. შეიძლება ძალიან მობეზრებული გვაქვს ეს ფრაზა, რომ ჯანსაღი კვება და სწორი ძილი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეალურად ნამდვილად მნიშვნელოვანია, ამიტომ ცხოვრების წესს აქვს ძალიან დიდი წილი იმაში, თუ ზოგადად ცხოვრების ხარისხი როგორ იქნება ადამიანის და მიზნების ქონა და მნიშვნელობის განცდა. ანუ რამდენად მაქვს გარკვეული მიზანი, რას ვაკეთებ და რისთვის ვაკეთებ, რამდენად ვგეგმავ რაღაცას, რასაც ვაკეთებ და მივდივარ მაგალითად კონკრეტული მიზნისკენ და რამდენად მაქვს მნიშვნელოვნების განცდა. ზოგადად ადამიანებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავად შეიგრძნოს, რომ რაღაც გარკვეული ფუნქცია აქვს, გარკვეული მნიშვნელობა აქვს და თუ მისი რგოლი საიდან რაღაც ამოვარდა, ძალიან როგორც დიდი ჯაჭვი რაღაცა შეიძლება დაიშალოს, ხო? აი ამ მნიშვნელოვნების განცდა არის ძალიან ესეთი ძირეული ზოგადად ადამიანისთვის. ნეგატიური ფაქტორები, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს, არის ქრონიკული დაავადება, რომელიც შესაძლოა გენეტიკურად ჰქონდეს ადამიანს და სამწუხაროდ ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, ანუ ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენს გენეტიკას. ფინანსური სირთულეები, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ძალიან ბევრ ფაქტორთან, ქვეყანასთან, განათლებასთან, ძალიან ბევრ საკითხთან. სულიერი სიცარიელის განცდა, რომ თითქოს შინაგანად სარიელი ვარ, არაფერი არ ხდება. ოჯახური კონფლიქტები, თუ არის დაძაბული ურთიერთობები, მაგალითად ოჯახის შიგნით წევრებს შორის და გარკვეული ფსიქიკური დაავადებები, რაც შეიძლება იყოს გენეტიკური და შეიძლება არც იყოს გენეტიკური. რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოვრების წესის გაუმჯობესება? არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ როდესაც ადამიანი ზრუნავს იმაზე, რომ ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს, ამით შეიძლება, ასე ვთქვათ, კმაყოფილების და სიხარულის განცდა გააძლიეროს. ანუ უფრო მეტად იზრუნოს იმაზე, რომ ჰქონდეს კმაყოფილების განცდა და მაგალითად სიხარულს უფრო მეტად განიცდიდეს. ამცირებს გარკვეული დაავადებების განვითარების რისკს. არის გარკვეული კვლევები, როდესაც არ ვიცი, რამდენად გაგიგიათ სიცილით თერაპია მაგალითად, როდესაც ადამიანი იცინის, თავისთავად დოფამინის გამოყოფა ხდება, სეროტონინის გამოყოფა ხდება, ადამიანი თავს უკეთესად გრძნობს, ორგანიზმი ბევრად უფრო ესეთია შემართებით არის და გარკვეული დაავადებები შეიძლება ნაკლებად განვითარდეს და უფრო მედეგი იყოს, ასე ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმი. ხელს უწყობს ფუნქციონირებას ყოველდღიურ საქმიანობაში, როდესაც ცხოვრების ხარისხი არის გაუმჯობესებული და უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, აძლიერებს, ასე ვთქვათ, გამკლავების უნარებს რაღაც რთულ სიტუაციებში და აი თერაპიის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა გარკვეული გამკლავების მექანიზმებიც კი ისწავლოს, რა შეიძლება იყოს უფრო ისეთი გამოსადეგი, ასე ვთქვათ. და ძალიან ზრდის ცხოვრების ხანგრძლივობას და პროდუქტიულობას. როცა ადამიანი თავს კარგად გრძნობს, შეიძლება რომ ბევრად უფრო პროდუქტიული იყოს, მაგალითად,
და თუ თავს არ გრძნობს კარგად, мотиваცია ნაკლებია, პროდუქტიულობა ნაკლებია, შეიძლება ნაკლებად უნდოდეს პირობითად საერთოდ სახლიდან გასვლა, რამის გაკეთება, რამეში ჩართვა, ვინმეს ნახვა, კომუნიკაციის ქონა, ან ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს ფაქტორები ძალიან ისეთია, მნიშვნელოვანი არის და ჩემი აზრით ღირებული. რა არის ფსიქოთერაპია? სავარაუდოდ გაქვთ თქვენი პასუხი, რა შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია, შეიძლება გამოცდილებაც გაქვთ ფსიქოთერაპიულ სესიაზე ყოფნის და თერაპევტთან კომუნიკაციის. ძალიან მოკლედ გეტყვით, ეს არის ერთგვარი სტრუქტურირებული დიალოგი სპეციალისტთან, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად განათლებით ფსიქოლოგი. იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი ტრენინგი, გარკვეული ვორქშოპები, სადაც კონკრეტული თემატიკა შეიძლება იყოს განხილული, თუმცა ეს არ აძლევს იმ ადამიანს იმის უფლებას, რომ მან მიიღოს კლიენტი ან პაციენტი, რომელთანაც იმუშავებს ფსიქოთერაპიული მეთოდით. დაახლოებით ვეცდები გითხრათ, რას ნიშნავს ეს. ადამიანმა უნდა ისწავლოს ბაკალავრიატი, მაგალითად, ფსიქოლოგიის მიმართულებით. თუ დარწმუნდა, რომ ეს მისი სფეროა, შემდგომ უნდა გაიაროს მაგისტრატურა ფსიქოლოგიის გარკვეული მიმართულებით და თუ უნდა რომ იყოს ფსიქოთერაპევტი, ალბათ უკეთესი იქნება რომ იყოს კლინიკური ფსიქოლოგი, იმიტომ რომ კლინიკური ფსიქოლოგია ასწავლის ადამიანის ასე ვთქვათ ძირფესვიანად ასწავლის პათოფსიქოლოგიას, ადამიანის ხასიათს, ადამიანის განვითარებას, ყველაფერს ადამიანის შესახებ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ფსიქოთერაპევტი გავხდეთ. და ბაკალავრიატის და მაგისტრატურის შემდგომ არის უკვე მინიმუმ კიდე 5 წელიწადი, როდესაც ადამიანი სწავლობს კონკრეტულ ფსიქოთერაპიულ მიმართულებას. ანუ ეს არის ძალიან დიდი შრომა. თუ მე დავამთავრე მხოლოდ ბაკალავრი და შემდგომ გავიარე ტრენინგი და ვთქვი, რომ ვარ ფსიქოთერაპევტი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. და რეალურად თქვენს ადამიანებს, ვისაც შეიძლება თერაპია გაინტერესებდეთ, გაქვთ სრული უფლება მოითხოვოთ, რა განათლება აქვს ადამიანს მიღებული და რამდენად აქვს იმისი ნამდვილად ობიექტური შესაძლებლობა, რომ თერაპიული სეანსი ჩაატაროს და ადამიანის ცხოვრება, ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა აიღოს თავის პასუხისმგებლობაში, ხო? იმიტომ რომ მასთან კომუნიკაცია თქვენთვის უნდა იყოს ძალიან უსაფრთხო და უნდა იყოთ დაცული იმისგან, რომ რაღაც არ მოხდება შეცდომით, ასე ვთქვათ. ეს არის ეთიკური ნაწილი, რასაც წესით ყველა ფსიქოთერაპევტი უნდა ითვალისწინებდეს და მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარი თავის როგორც პროფესიონალის განვითარებაზე. დაახლოებით ექიმის შრომას გავს, ხო, ალბათ გაგვიგია ყველას, რომ ექიმები ძალიან დიდი ხანი სწავლობენ და ვისაც უნდა სამედიცინოზე ჩაბარება, ეს არის ძალიან დიდი შრომა, ძალიან ბევრი წელი, ამიტომ ხშირად შეიძლება პირდაპირ უარიც თქვან ხოლმე ადამიანებმა, რომ ამდენი ხანი ვერ ვისწავლი, თან არის ძალიან ისეთი ასაკიანი პროფესია, როგორც ექიმები, ფსიქოთერაპევტებიც, როდესაც უკვე გარკვეული ასაკი და გამოცდილება გვემატება, მერე ვხდებით უფრო სანდოები, ხო? იმიტომ რომ ვიღაცა, ვინც ახლა დაამთავრა სწავლა, იმდენად სანდო ვერ იქნება იმისთვის, რომ ადამიანმა მიმართოს და მასთან თერაპიული მუშაობა ჩათვალოს, რომ ასე ვთქვათ, შესაძლებელია და თავად შეუძლია, რომ თავისი თავი ანდოს ამ ადამიანს. მნიშვნელოვანი რაც არის, გარდა აი ამ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი შრომისა, კონკრეტული მიმართულებები არსებობს ფსიქოთერაპიაში, შეიძლება გარკვეული მიმართულებები გქონდეთ გაგებული, მაგალითად ძალიან აქტიურია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, ხშირად შემოკლებულად CBT-ს ახსენებენ ხოლმე. საქართველოში ძალიან პოპულარულია გეშტალტ თერაპია, გაგებული გექნებათ არტ თერაპია, მაგალითად არსებობს ფსიქოდრამას, ხელზე ორიენტირებული თერაპია, ჰუმანისტური ფსიქოთერაპია, ძალიან ბევრი მიმართულებაა. ფსიქოდინამიური, ეს ფროიდიანული, ვთქვათ, პირველი თერაპიული მიმდინარეობა, რაც ვიცოდით და ფსიქოთერაპია რითიც გავიცანით. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიდგომა, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ყველა ფსიქოთერაპიული მიმართულების არის ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუმცა ეს შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვანაირად. ანუ კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპევტი სხვანაირად მიდის მაგ გზაზე და პირობითად ხელზე ორიენტირებული თერაპევტი სხვანაირად. თუმცა მათი მიზანი შეიძლება იყოს სრულიად ერთი და იგივე. რა არის ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ჩვენ ასე ვთქვათ ფსიქოლოგია არის მეცნიერება, სადაც სტარტდება ძალიან ბევრი კვლევა, ზოგიერთი საკითხი არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული და კვლევებით გამტკიცებული, ასე ვთქვათ, კონკრეტული მეთოდები გვაქვს და გარკვეულ მიზნებს ვისახავთ.
ერთ-ერთი მიზანი არის ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში ადამიანის მხარდაჭერა და დახმარება, რა შეიძლება იყოს მისი ფსიქოლოგიური გარკვეული საკითხი და პრობლემა, რითიც მოგმართავს. ემოციური რეგულაციის გაუმჯობესება, მაგალითად უჭირს ადამიანს ემოციების მართვა, ამბობს რომ ბრაზდება და შემდგომ მაგალითად ვეღარ აფექტურ მდგომარეობაში ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ან ისე იქცევა რომ მეორე წუთს დამშვიდებულ მდგომარეობაში უკვე თვითონაც განსჯის თავის თავს რომ ამას რატო ვაკეთებდი მაგალითად შეიძლება ძალიან დიდი სევდა ჰქონდეს ადამიანს და ამ ემოციას ვერ უმკლავდებოდეს ან შიში, შფოთვა და ასე შემდეგ. ქცევითი ცვლილებების მიღწევა შეიძლება იყოს თერაპიის მიზანი, ანუ გარკვეული ქცევები, რომელიც ადამიანს უნდა რომ შეცვალოს, შესაძლოა თერაპევტის დახმარებით მოახერხოს ეს. პიროვნული განვითარება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზანი ასევე. მაგალითად მოდის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აი ეს საკითხი და რაღაც ეს საკითხი, რაც პიროვნულია, არ მოსწონს, არ აკმაყოფილებს და უნდა რომ განავითაროს და ცხოვრების ხარისხის ამაღლება, ანუ რაც არის ასე ვთქვათ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა. ძირითადი მახასიათებლები, რაც შეიძლება რომ იყოს თერაპიის, როგორც გითხარით, უნდა იყოს კონკრეტული სწავლება, გავლილი, ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი ცოდნა თერაპიული მიდგომის. შესაძლოა მაგალითად გქონდეთ გაგებული, რომ ადამიანი არის ფსიქიატრი, ანუ სამედიცინო დაამთავრა, აიღო ფსიქიატრის ლიცენზია, შემდგომ გადაკვალიფიცირდა ფსიქოთერაპევტად. ოღონდ ესეც ნიშნავს იმას, რომ მან სამედიცინოს გარდა კიდევ ფსიქოთერაპიული მიმართულება ისწავლა, იმ 4-5 წლის განმავლობაში და ამის ლიცენზიაც აიღო. მათ შეუძლიათ დანიშნონ მედიკამენტიც, როგორც ექიმმა და ასევე ჩაატარონ თერაპიაც. მაგრამ ფსიქოთერაპევტებს არ გვაქვს უფლება მედიკამენტის დანიშვნის. და შეცდომაა თუ ფსიქოთერაპევტი ვინმეს ურჩევს, რომ მაგალითად ჩვენთვის კარგი იქნება დალიო D ვიტამინი ან რაღაც, ომეგა-3, იმიტომ რომ ეს არის რეკომენდაცია, რომელზეც პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ არ ვართ მედიკები, არ გვაქვს ამის ცოდნა. აქვე ვიტყვი უბრალოდ არის კონკრეტული სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციები, სადაც შეიძლება იყოს მობილური გუნდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი უფრო ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მიდიოდეს ადამიანთან, პაციენტთან სახლში. ოღონდ ეს არის ის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია ადამიანის მოსვლა თერაპეულ შეხვედრაზე ან მაგალითად ფსიქიატრთან კაბინეტში და ამის გამო მობილური გუნდი მიდის კონკრეტულ ადამიანთან და ვთქვათ, იქ ხდება მისი კონსულტაცია და გარკვეული რეკომენდაციების გაცემა. ეს არის ბევრად უფრო იშვიათი შემთხვევა. დანარჩენ შემთხვევებში რაღაც აი ამ ჩარჩოს დარღვევა, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის მიზანშეწონილი. თუმცა აქვე ვახსენებ, არ მინდა რომ ძალიან ესე პირდაპირ გაიგოთ ეს ამბავი. შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ფსიქოთერაპევტი სპეციალურად გეგმავს გარკვეულ შეხვედრას რაღაც ასე ვთქვათ მოცემულობაში. და გეტყვით რა შემთხვევაში შეიძლება ამის გაკეთება, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს განმარტებული და ახსნილი კლიენტისთვის, ხო? მაგალითად, ნახეთ თუ ფსიქოთერაპევტი მუშაობს ადამიანთან, რომელსაც ეშინია ძაღლების. შესაძლოა ერთ-ერთი სესია დაიგეგმოს ქუჩაში, სადაც დადიან ძაღლები და სადაც თერაპევტი კლიენტთან ერთად გადის აი ამ გარემოში და მუშაობს ზუსტად იმაზე, რომ გამოჩნდა ძაღლი და ადამიანს არ ქონდეს ამაზე დიდი, ასე ვთქვათ, ემოციური რაღაცა რეაქცია, არ დაეწყოს ძალიან მაღალი შფოთვა, დაიწყოს ამ ყველაფერთან გამკლავების, ასე ვთქვათ, მეთოდების მოსინჯვა, როგორ შეუძლია რა ყველაფერი გააკეთოს და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ნახეთ, ძალიან სპეციფიურად შეიძლება დაიგეგმოს გარკვეული შეხვედრა არა იმ თერაპიულ ოთახში, ოღონდ კლიენტმა უნდა იცოდეს, რატომ ხდება ეს, რისთვის ხდება ეს და ასე ვთქვათ, მიზანი რა არის იმის, რომ შევხვდეთ პირობითად გარეთ, სადღაც პარკში, თუ არ შევხვდეთ. შეიძლება ძაღლი საერთოდ მე მოვიყვანო, მაგალითად გეუბნებით ჩემ შემთხვევაზე, მოვიყვანო ძაღლი და ოთახში ვთქვათ, დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რომ ეს ძაღლი იყოს ოთახში, არ იყოს ოთახში, როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას ან ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ინდივიდუალური ამბავია, ხო, აი პირობითად თუ ადამიანს გველების ეშინია, შეიძლება წავიდეთ ზოოპარკში, ხო, სადაც გველები არიან და იქ გავივლით აი ამ დესენსიტიზაციას, ან ასე შემდეგ. ძალიან ისე უბრალოდ ილუსტრაციისთვის მინდოდა რომ მაგალითი მეთქვა თქვენთვის და რაც არის მნიშვნელოვანი თერაპიული შეხვედრები დაახლოებით ინიშნება კვირაში ერთხელ მხოლოდ თუ არის რაღაცა ძალიან რთული შემთხვევა და კრიზისული შეიძლება მაქსიმუმ 2 ჯერ დაიგეგმოს შეხვედრა კვირის განმავლობაში და ხანგრძლივობაც არის დაახლოებით 45 წუთიდან 60 წუთამდე ესეც დამოკიდებულია თერაპიულ მიდგომაზე
მაგალითად ფსიქოდინამიკური მიდგომით მომუშავე თერაპევტი მუშაობს დაახლოებით 50 წუთი, გეშტალტ თერაპევტმა შეიძლება იმუშაოს 55 წუთი ან 60 წუთი, ამიტომ ესეც ძალიან ისეთია, ანუ გარკვეული ჩარჩოა, რომელიც შეიძლება ცოტა გადაიწიოს, ანუ 45 წუთიდან 60 წუთამდე. რაც არის მნიშვნელოვანი, მინდა რომ ეს აღვნიშნოთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თერაპევტს კითხოთ პირველივე შეხვედრაზე, რა მოლოდინი შეიძლება გქონდეთ. როგორი მიდგომით მუშაობს, რას გააკეთებს თქვენთან ერთად, შეხვედრები როგორ შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალები დააზუსტოთ იმისთვის, რომ მერე თქვენთვისაც არ იყოს რაღაც შოკის მომგვრელი, ან გაუგებარი, ან ფრუსტრირებული არ იყოთ, ან რაღაც არ მოხდეს ისე, რისი მოლოდინიც ვერანაირად ვერ გექნებოდათ, ხო? ამიტომ გირჩევთ, რომ გაარკვიოთ ხოლმე ეს დეტალები. რა პრობლემაზე მუშაობს ფსიქოთერაპია? იმიტომ რომ დავიწყეთ ცხოვრების ხარისხით, მაგრამ ცხოვრების ხარისხში ბევრი დეტალი ავღწერეთ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ფსიქოთერაპევტი ვერ იმუშავებს, ამიტომ ჩვენს, ასე ვთქვათ, ხელში და პასუხისმგებლობაში ძირითადად არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ამბავი, რაც შეიძლება მოიცავდეს მაგალითად შფოთვას, პანიკურ შეტევებს, დეპრესიის სიმპტომატიკას, სტრესთან გამკლავების ამბავს მაგალითად და ასევე გადაღლას, ტრავმას, რაღაც ტრავმული გამოცდილება ჰქონდა ადამიანს, შეიძლება იყოს პოსტტრავმული რაიმე ვთქვათ გამოვლინება და ამასთან გვიწევდეს მუშაობა, დაბალი თვითშეფასება, მაგალითად ურთიერთობების პრობლემები, დანაკარგთან გამკლავების, ასე ვთქვათ, გამკლავებაში დახმარება, ასევე ბავშვის და მოზარდის ემოციური სირთულეები, განვითარებასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეები, დამოკიდებულება, სხვადასხვა ტიპის წამალდამოკიდებულება, თამაშდამოკიდებულება, ინტერნეტ დამოკიდებულება, კვებაზე დამოკიდებულება, ძალიან ბევრია დამოკიდებულების ჯგუფი. და შეიძლება იყოს ასევე, როგორც ვახსენე, პიროვნული განვითარება, ანუ ადამიანს ესე ძირეულად შეიძლება არ აწუხებდეს არაფერი, მაგრამ უნდა რომ პიროვნულად რაღაცეები გააუმჯობესოს და განავითაროს. კონკრეტულად არ ჩავყვები მაგალითად იმას კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია როგორ მუშაობს ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ მგონია რომ თემას გავცდებით ამითი, თუ რომელიმე მიმართულება დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ თავად მოიძიოთ ინფორმაცია და რა შედეგები შეიძლება გქონდეს, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ასევე ის ფსიქოთერაპია როგორ შეიძლება დაგვეხმაროს და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის გეტყვით იმას, რომ პირველი შეხვედრა ყოველთვის არის გაცნობითი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ინფორმაცია ადამიანის შესახებ, რომელიც ჩვენთან მოდის, შესაბამისად პირველ შეხვედრაზე გვჭირდება გავიგოთ რა ისტორია აქვს ამ ადამიანს. აი ეს ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები რო ავღწეროთ, ხო, მაგალითად, ოჯახის შესახებ მოგვიყვეს, განათლების შესახებ მოგვიყვეს, თუ დასრულია სამსახურის შესახებ მოგვიყვეს მაგალითად და გითხრას რას საქმიანობს და ძალიან ბევრი შეკითხვის დასმა შეიძლება დაგჭირდეს პირველ შეხვედრაზე. მეორე შეხვედრიდან უფრო მეტად შეიძლება დაიწყოს უკვე თერაპიული მუშაობა, როდესაც შეთანხმებული იქნებიან კლიენტი ან პაციენტი და ფსიქოთერაპევტი სამუშაო გარკვეულ მიზანზე. ანუ პირველი შეხვედრის შემდგომ თქვენ დაახლოებით უნდა გქონდეთ მიზანი, მე თუ მივდივარ ფსიქოთერაპევტთან, რაზე ვმუშაობ? თვითშეფასებაზე ვმუშაობ, არ ვიცი რაღაცა შფოთვაზე ვმუშაობ თუ ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ შეათანხმოთ პირველივე შეხვედრაზე. ამაში უნდა დაგეხმაროთ ფსიქოთერაპევტი, არ გეგონოთ, რომ თქვენ გაბარებთ პასუხისმგებლობას, ამას აკეთებს თავად ფსიქოთერაპევტი, უბრალოდ თქვენ შეიძლება რომ ინფორმაცია გქონდეთ ამაზე. ფსიქოთერაპიით შეიძლება ადამიანმა ისწავლოს მაგალითად ემოციების მართვა, ან მაგალითად ემოციურად გახდეს უფრო სტაბილური, პრობლემაზე დაეწყოს, თქვათ, გამოიმუშაოს უფრო ჯანსაღი მექანიზმები, როგორ გაუმკლავდეს და რეაგირების გარკვეული სტრატეგიები, საკუთარი შიდა რესურსები უფრო მეტად გააძლიეროს, მიზნები ჩამოაყალიბოს მაგალითად და დაგეგმოს ამ მიზნებისკენ, როგორ შეიძლება სვლა, ურთიერთობები გააუმჯობესოს მაგალითად, სამეგობრო სისტემა, მხარდამჭერი სისტემა, პირადი ურთიერთობები და ზოგადად ცხოვრების ხარისხიც, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად გაუმჯობესდება. რაც ძალიან მინდა რომ, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ თქვენთან ერთად, არის ის, რომ განვიხილოთ ძალიან მოკლედ მაგალითად, როგორ შეიძლება თერაპია დაეხმაროს ადამიანს და ძალიან მოკლედ მოგიყვებით ერთი შემთხვევის შესახებ,
რაც შეიძლება იყოს თქვენთვის საილუსტრაციო თუ როგორ შეიძლება ფსიქოთერაპია დაეხმაროს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ადამიანს. ემოციური ბალანსის აღდგენა ბევრჯერ ვახსენე, ხო და შეიძლება გქონდეთ კითხვა, როგორ უნდა აღვიდგინოთ ეს ემოციური ბალანსი, ანუ რა შეიძლება დაგვეხმაროს. ფსიქოთერაპია ეხმარება ასეთ შემთხვევაში ადამიანს იმის გაცნობიერებაში და დამუშავებაში, მაგალითად, როგორ მართოს საკუთარი ემოციები. როგორ მართო, როდესაც გაბრაზებული ვარ და მაგალითად არ მინდა რომ ვიყვირო, ან კარი გავიჯახუნო, ან რაღაც დესტრუქციული გავაკეთო. ან შფოთვა მაქვს ძალიან მაღალი და როგორ მართო ჩემი შფოთვა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ამან არ შემაწუხოს. მაგალითად ავიღოთ სოციალური შფოთვა, არ შემიძლია გარეთ გასვლა, არ შემიძლია ადამიანებთან კომუნიკაცია და ადამიანებთან ერთად ყოფნა და როგორ შეიძლება მაგალითად დაეხმაროს ხო ადამიანი რომ აი ეს ფსიქოთერაპევტი რომ ეს შფოთვა შემცირდეს და ადამიანი უფრო მეტად ფუნქციური გახდეს ესეთ შემთხვევაში. მნიშვნელოვანი შედეგი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს სტაბილური ემოციური მდგომარეობა, შეიძლება ფსიქოთერაპევტმა პირველ შეხვედრაზე შეაფასოს ადამიანის მდგომარეობა და რეფერირება მოახდინოს, მაგალითად, თუ საჭიროებაა მედიკამენტოზური მკურნალობის გადაარეფერიროს იმ სპეციალისტთან, რომელიც ამას გააკეთებს და ეს იყოს ასევე ძალიან დამხმარე და პირობითად მედიკამენტთან ერთად შემდგომ თერაპია შეიძლება იყოს ისეთი მკურნალობის გზა, რომლითაც ადამიანი ძალიან კარგად ისწავლის საკუთარი ემოციის მართვას. მნიშვნელოვანია ფსიქოსომატური სიმპტომების ამოცნობა. ფსიქოსომატიკა რას გულისხმობს, მაგალითად, გამოცდა მაქვს, გამოცდის წინ მიწევს ტემპერატურა 37 და 6 ნიშნულამდე, მაგალითად, ხო? მიწევს ტემპერატურა იმიტომ, რომ ვნერვიულობ, მაგრამ შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ გავცივდი, შემაცია, ვირუსი შემხვდა, ტემპერატურამ ამიტომ ამიწია. ამ დროს ფიზიოლოგიურად არაფერი არ ხდება, მაგრამ ემოციურ დონეზე ნერვიულობამ გამოიწვია ის, რომ ადამიანს ტემპერატურა მაგალითად აეწია. ან შეიძლება იყოს სხვა რაღაც გამოვლინება ფსიქოსომატური, მოჭარბებული ოფლიანობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, შეიძლება იყოს კიდე სხვა რაღაც გამოვლინებები, კანკალი ან ასე შემდეგ. თავად გზებს როგორ ხდება ამაზე მუშაობა ვერ გასწავლით ამ პატარა შეხვედრის განმავლობაში და არც ვიქნები სწორი, იმიტომ რომ ფსიქოთერაპია სამწუხაროდ ალბათ არ ვიცი ან როგორ გითხრათ, მაგრამ ისეთი რამ არ არის, რომელიც შეიძლება რომ 1 საათიან ლექციაში ჩავატიო სრულყოფილად და თან აგიხსნათ მაგალითად როგორ შეიძლება ემოციის მართვა, იმიტომ რომ ამის გასაგებად ძალიან დიდი კონკრეტული ისტორიის გაგებაა საჭირო იმისთვის, რომ ზედმიწევნით სწორი რეკომენდაცია გავცეთ. ესეთი პირობითად ყველასთვის გამოსადეგი რეკომენდაციები სამწუხაროდ არ არსებობს, რომელსაც ყველა ადამიანს ვეტყვით და შეიძლება რომ კარგი შედეგები ნახოს ადამიანმა, ხო? ამიტომ ძალიან ისეთი ინდივიდუალურია. თუმცა ერთი რასაც ხაზს გავუსმევ არის ის, რომ ხანდახან ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ თუ მე მინდა ემოციური ბალანსის აღდგენა, ასე ვთქვათ, აი ამ ბალანსის შეგრძნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ემოციას საერთოდ არ გრძნობს, იმიტომ რომ ემოციებს აქვს თავისი ფუნქცია და თავისთავად საჭიროა. ბრაზი მართალია ნეგატიური ემოციაა და შეიძლება ვთქვათ, რომ აი რა საჭიროა, იმიტომ რომ აქ დროს ადამიანები ვყვირით და რაღაცებს ვაკეთებთ დესტრუქციულს, მაგრამ ბრაზი რომ არ არსებობდეს, გაგვიჭირდებოდა საკუთარი თავის დაცვა. ანუ ბრაზი ძალიან საჭიროა იმისთვის, რომ მე შევძლო ჩემი საზღვრების დაცვა და ვიღაცისთვის იმის თქმა და ტერიტორიის მონიშვნა, ასე ვთქვათ, რომ ამის აქეთ გადმოსვლის უფლება არ გაქვს. ბრაზი რო არ იყოს ჩვენი აი ეს ტერიტორია და საზღვარი ძალიან მარტივად დაირღვეოდა ისე, რომ ადამიანი ამას ვერანაირად ვერ შეძლებდა, ხო? სიხარული გვეხმარება პირობითად, რომ დოფამინი გქონდეს, სეროტონინი გქონდეს, სხვადასხვა ნივთიერებები, ენდორფინი და ასე შემდეგ, თავი კარგად ვიგრძნოთ, მეგობრები შევიძინოთ და ასე შემდეგ. უფრო ენერგიული ვიყოთ, უფრო მოტივირებული ვიყოთ, გვიხაროდეს რაღაცეები და мотиваციაც თავისთავად გქონდეს, ხო? ამიტომ ყველა ემოციას აქვს თავისი გარკვეული ფუნქცია და თავისთავად არის მნიშვნელოვანი. თუმცა შეიძლება ემოცია იყოს დისფუნქციური და ადამიანს უშლიდეს ხელს. და ზუსტად მაგ შემთხვევაში არის საჭირო აი ამ ემოციის მართვის ცოდნა, ან თუნდაც საფუძვლის გაგება, რატომ გახდა და როდის გახდა ეს ემოცია დისფუნქციური, რის გამო გახდა დისფუნქციური. რა იწვევს ადამიანში ესეთ ინტენსიურ ემოციას, რომლის მართვაც შეიძლება უჭირდეს. არის ეს რაღაცა ფსიქიკური დაავადება, თუ არის ეს რაღაცა მაგალითად ტრავმიდან გამომდინარე
დასწავლილი გარკვეული მექანიზმი, რომელიც უნდა გააცნობიეროს ადამიანმა. შესაძლოა ადამიანს ქონდეს ნეგატიური აზრები და ფსიქოთერაპიის მიზანი იყოს ზუსტად აი ამ ნეგატიური აზრების გადამუშავება. როგორ შეიძლება რომ ეს აზრები დავამუშავოთ და რას გულისხმობს, ხო? მაგალითად, შეიძლება ნეგატიური აზრი იყოს მე არაფრის მაქნისი არ ვარ. ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ, ჩემზე მახინჯი არავინ არ არსებობს. ან რა ვიცი, ბევრი ასეთი ნეგატიური შინაარსის აზრი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს აზრები ჩანაცვლდეს რაღაცა რეალისტური და უფრო კონსტრუქციული აზრებით, რაშიც ზუსტად ეხმარება თერაპევტი ადამიანს. ასეთ შემთხვევებში უმჯობესდება თვითშეფასება, იმადებს მოტივაცია და მცირდება შიდა აი ეს ასე ვთქვათ სტრესი, რომელიც ადამიანის შიგნით გონებაში მიმდინარეობს. მე ვახსენე ქცევითი სტრატეგიები, რომ შეიძლება ადამიანს რაღაცა ქცევის გადაჩვევაში დაეხმაროს, ხო, ფსიქოთერაპევტი. მაგალითად შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასე ვთქვათ პრობლემა ის, რომ ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ანუ ეს ქცევა არის პრობლემური, რომ ვერანაირად ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ძალიან უჭირს გარკვეული მიზნის დასახვა. ასეთ შემთხვევაში შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანი ხდება უფრო ორგანიზებული, მაგალითად, უფრო პროდუქტიული, რეალისტური მიზნები შეუძლია დაისახოს, ორიენტირებულია გარკვეული მიზნისკენ და ამ მიზნისკენ მიდის. თერაპევტის სამუშაო ყველა შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან მრავალშრიანი, იმიტომ რომ ნახეთ ადამიანი რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ძალიან მნიშვნელოვანია თერაპევტმა გაიგოს, რამ გამოიწვია ეს ამბავი. თვითშეფასება რამ შეამცირა, რამ გამოიწვია ის, რომ ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, შარვალი ჩავიცვა დღეს, მაგალითად, ლურჯი თუ შავი. ან მაგალითად არ ვიცი, მაისური მინდა რომ ვიყიდო თეთრი და მოკლემკლავიანი, თუ მინდა რომ ვიყიდო შავი და გრძელმკლავიანი, ან ასე შემდეგ. შეიძლება ეს იყოს აღზრდიდან გამომდინარე, ანუ მშობელმა გამოიწვია ის, რომ არასდროს არ აძლევდა არჩევანის უფლებას და შესაბამისად მიეჩვია ადამიანი იმას, რომ მე გადაწყვეტილებას არ ვიღებ და ვიღაცა სხვა აკეთებს ამას ჩემს ნაცვლად. შეიძლება მიზეზი იყოს რაღაც კონკრეტული ტრავმული გამოცდილება და კიდე ძალიან ბევრი რამ, ამიტომ ნახეთ, როცა თერაპევტი მივა აი იმ საფუძვლამდე რამ გამოიწვია ეს ამბავი, მე იცის უკვე რეალურად რა შესთავაზოს ადამიანს იმისთვის, რომ ეს საკითხი დაიძლიოს. მაგიტომ არის რთული, რომ რაღაც ძალიან ზუსტი რეკომენდაცია მოგცეთ. ურთიერთობების გაუმჯობესებას რაც შეეხება, მაგალითად, ურთიერთობაში რა შეიძლება იყოს? ადამიანმა გაიგოს საკუთარი ქცევა, უკეთესად, გაიგოს სხვისი ქცევა, სხვა როცა რაღაცნაირად იქცევა, რას ნიშნავს? ემპათიური იყოს უფრო მეტად, მაგალითად, დაუკავშირდეს სხვებს და სცადოს სხვების გაგება, მაგალითად, ან თუნდაც კონფლიქტის გადაჭრის რაღაც უფრო ჯანსაღი გზები იცოდეს, რაც ურთიერთობაში არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? თერაპიის დროს შეიძლება გაძლიერდეს მაგალითად სოციალური მხარდაჭერა და ასევე მაგალითად რაღაცა დამხმარე ფაქტორების მოძიება დაიწყოს ფსიქოთერაპევტმა გარდა სოციალური მხარდაჭერისა, რამ შეიძლება გააძლიეროს ადამიანი. და პიროვნული ზრდა, როდესაც ვახსენე, ნახეთ, პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იმის გაგება, ვინ ვარ მე, რა მინდა ზოგადად ცხოვრებაში, რა მანიჭებს სიამოვნებას, რა არის ჩემთვის უფრო პრიორიტეტული, რას მივიჩნევ, რომ ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია და ვსახავ მე ამ პრიორიტეტებს, რა არის რაღაც, რაც მავსებს ცხოვრებაში, რაც იწვევს ჩემში აი ამ რაღაცა სისავსის განცდას, კმაყოფილების განცდას, ბედნიერება რას მოაქვს. შეიძლება ეს არ იცოდეს ადამიანმა და ზუსტად ამის გამო მივიდეს თერაპევტთან, რომ გამაგებინეთ რა არის ესეთი, რაც შეიძლება რომ მე ჩემთვის იყოს დამხმარე, ხო? ესეთ შემთხვევაში შეიძლება შედეგი იყოს ის, რომ ადამიანის ცხოვრება იძენს უფრო მეტ მნიშვნელობას, უფრო მეტ სიღრმეს მაგალითად და უფრო გარკვეული მიზნობრივი ხდება, ანუ რაღაცა მიზანი უჩნდება, რომლისკენაც იწყებს სვლას ადამიანი. შესაბამისად, ესეც არის მნიშვნელოვანი უფრო ეგზისტენციალური საკითხია და დამუშავდეს თერაპევტთან ერთად და გამოიყოს ინდივიდისთვის მნიშვნელოვანი გარკვეული საკითხები. ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება აუცილებლად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც, ანუ ჩვენ ძალიან ვართ გადაჯაჭვული ამ ხრივ აი ამ ფიზიკურ მდგომარეობასთან და სამედიცინო საკითხებთან და მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანს აქვს ქრონიკული სტრესი,
რაღაციდან გამოწვეული ოჯახური მდგომარეობიდან ან ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი შეიძლება უკავშირდებოდეს მაღალ წნევას, მაგალითად, გარკვეულ გულის პრობლემებს, იმუნური სისტემის დაქვეითებას, მაგალითად, ხშირად ავადობას შესაბამისად და ასე შემდეგ, ხო? თერაპიის შემდგომ შეიძლება გაუმჯობესდეს ძილი, მაგალითად, და თერაპევტი დაეხმაროს ადამიანს აი ამ ჩვევის ცოტა უხეშად ვიტყვი გამოსწორებაში. მაგალითად ენერგიის დონე შეიძლება გაეზარდოს ადამიანს და მოემატოს და რაღაც ფიზიკური სიმპტომები შეიძლება ძალიან შემცირდეს. და აი ამ საქმეში შეიძლება პირობითად ესე უხეშად რომ ვთქვა, დასჭირდეს ფსიქოთერაპევტს, ექიმის დახმარებაც თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ეს საჭირო არ არის. რაც არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის საკითხი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ისეთივე პრიორიტეტული, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა. და მაინც გავიხსენებ მაგალითად წარსულს, წინა საუკუნეს 90-იანებს, ალბათ უფრო 2000-იან წლებშიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო საჭმელი, ყოფილიყო, ვთქვათ, სახურავი თავზე და ადამიანი თითქოს მშვიდად იყო, ხო? ანუ მარტო ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ იმისთვის, რომ ადამიანი სრულყოფილად ვისაუბროთ ჯანმრთელობაზე, მარტო ბიოლოგიური ფაქტორების დაკმაყოფილება, რომ საჭმელი მივირთვი და თავზე არ მაწვინს, მაგალითად, არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის გარდა იყოს ძალიან ბევრი სხვა რამ ემოციური თვალსაზრისითაც დაკმაყოფილებული იმისთვის, რომ ცხოვრების ხარისხი იყოს საკმაოდ ესეთი ადეკვატური და მაღალი, რა თქმა უნდა, რაც ადამიანისთვის იქნება უფრო ისეთი სასურველი, ხო? ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა ხელს უწყობს აი ამ ყველაფერს, რაზეც გესაუბრეთ, ადამიანის ფუნქციონირებაზე არის ორიენტირებული, რომ უფრო ფუნქციური გახდეს ადამიანი, თავი უკეთესად იგრძნოს, თავის თავში ძალიან ბევრი ძალა იპოვოს იმისთვის, რომ რაღაცეები გააკეთოს და კმაყოფილი იყოს, ხო, იმ ცხოვრებით, რომელიც მას აქვს. ძალიან ბევრი რამ არის არაცნობიერი და აქვე შევეხები ცოტა ფსიქოდინამიკურ მიმართულებას, მე გითხარით, რომ არ ვისაუბრებდი ამაზე და მნიშვნელოვანი დეტალი მოკლედ ვიტყვი არის ის, რომ მაგალითად ფროიდიანული მიმდინარეობა არაცნობიერს აღიარებს და თერაპიულად შეიძლება გაცნობიერება ბევრი საკითხის, რაც არაცნობიერშია იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო. კოგნიტურ-ბიჰევიორალური უფრო მეტად იყოს მიმართული იმაზე, რომ მაგალითად ქცევითი კომპონენტი გაიარონ, ასე ვთქვათ, და დააკავშირონ ემოციურ ნაწილთან და შემდგომ უკვე დაგეგმონ მაგალითად ახალი უფრო ჯანსაღი სტრატეგიები. ამიტომ, როდესაც თერაპიულ მიდგომას ვირჩევთ, მანდ არის ხოლმე მნიშვნელოვანი, რა არის ადამიანისთვის უფრო შესაბამისი. ჩემს თავზე გეტყვით, რომ მე კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიით მე როცა თერაპიაზე ვარ, ვერ ვმუშაობ, იმიტომ რომ ეს კოგნიტური სქემები მე მაგიჟებს, ამიტომ ჩემთვის უფრო კომფორტული არის, როდესაც ჩემი თერაპევტი არის ფსიქოდინამიური მიმართულების ან სხეულზე ორიენტირებული მაგალითად და ჩემთვის ეს მიმართულებები ბევრად უფრო ესეთია ბევრის მომცემი. კოგნიტურზე მე ძალიან ვიძაბები და ამდენი სტრუქტურა მაგალითად ცოტა ისეთია ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება საერთოდ პირიქით იყოს, ამიტომ ეს საკითხი არის ძალიან ინდივიდუალური. უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გეტყვით პირობითად ვიღაც პაციენტი მარიამი, რომელიც არის 32 წლის, მთავარი ასე ვთქვათ, მომართვის მიზეზი არის ის, რომ არის ძალიან ასე ვთქვათ, ქრონიკული შფოთვა, დაძაბულობა, დაბალი თვითშეფასება, გადატვირთულობის გრძნობა, პანიკური შეტევები. სტატუსი თავად ამ ადამიანის არის დასაოჯახებელი, არის დასაქმებული და ცხოვრობს თბილისში პირობითად. რაც არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ცხოვრების ხარისხში მაჩვენებლები, რაც არის ჩვენთვის საყურადღებო, არის ძალიან ისეთი ასე ვთქვათ, ურთიერთობების სირთულე, კოლეგებთან ძალიან დაძაბულია, უჭირს ურთიერთობა, აწუხებს უძილობა, მაგალითად мотиваციის ნაკლებობა აქვს, ძალიან ასე ვთქვათ, დაბალი სოციალური აქტივობა აქვს, ცდილობს რომ შეიზღუდოს ეს აქტივობა და სოციალურად არ იყოს ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური და დაკარგული აქვს ინტერესი, ჰობი, არაფერი თითქოს არ აინტერესებს, არაფრის კეთება არ უნდა. შეფასების სკალაზე საკუთარ ცხოვრების ხარისხს აფასებს 4 ქულით 10-დან. თერაპიული მიმდინარეობა სულ ერთია, რომელი იქნება, თუ გინდათ კოგნიტურ-ბიჰევიორალური წარმოვიდგინოთ, ხანგრძლივობა დაკვირვების შეიძლება იყოს 3 თვე, კვირაში მხოლოდ თითო სესია.
და ძირითადი მუშაობის თემები არის ამ შემთხვევაში შფოთვის გამომწვევი აზრების იდენტიფიცირება და ამ აზრების გადამუშავება, თვითშეფასების ამაღლების ტექნიკების სწავლა, სტრესის მართვის სტრატეგიების დასახვა და სწავლა, ყოველდღიური აქტივობის უფრო სტრუქტურირება და მიზნების დაგეგმა და სოციალური ჩართულობის სტიმულირება, რომ ეს ადამიანი უფრო სოციალური გახდეს. 3 თვე კვირაში თითო შეხვედრა, ანუ დაახლოებით გეტყვით, ეს არის 12 შეხვედრა. და აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ადამიანებს განცდა აქვთ ხოლმე, რომ კი, მაგრამ 3 თვეა დავდივარ და ანუ რა ხდება? 3 თვეში ნამდვილად უნდა იყოს შედეგები, მაგრამ 3 თვე ძალიან დიდი დროა. ნახეთ, ანუ 3 თვეს რო ვლაპარაკობ, ეგრევე წარმომიდგენია, რომ ერთი სეზონი დამთავრდა. ანუ პირობითად მარტი, აპრილი, მაისი გაზაფხული დამთავრდა, ხო? 12 შეხვედრა თერაპევტთან რეალურად არის 12 საათი. ამიტომ თუ ამ ხრივ შეხედავთ 12 საათი არ არის იმდენი დრო, რაც შეიძლება იყოს 3 თვე. თუმცა ამ 12 საათის განმავლობაში საკმარისი დროა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ადამიანის ცხოვრებიდან დამუშავდეს და გარკვეული დადებითი შედეგები იყოს. არ გქონდეთ განცდა, რომ თერაპია უნდა გრძელდებოდეს მთელი ცხოვრება და არ გქონდეთ განცდა, რომ თერაპია შეიძლება ერთი მისვლით თერაპევტთან მივედი და რაღაცები ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა, იმიტომ რომ ეგრე ვერ მოხდება და ტყუილად არ მინდა, რომ რაღაცა იმედის გამაცრუებელი მიზნები დაისახოთ. ამიტომ არ ვიცი, აი დაახლოებით 3 თვე არის მინიმუმი, CBT-ის შემთხვევაში გარკვეული პროტოკოლები არის გაწერილი, რომ ეს 3 თვე არის ძალიან მინიმალური დრო, როცა შეიძლება რომ გარკვეული საკითხები დამუშავდეს თერაპიული შეხვედრების განმავლობაში. 3 თვის შედეგი არის ის, რომ შფოთვის სიმპტომები მნიშვნელოვნად შემცირებულია, პანიკური შეტევები საერთოდ აღარ არის, ძილის ხარისხი არის გაუმჯობესებული, ამ ადამიანმა დაიწყო მეგობრებთან უფრო რეგულარული შეხვედრები, სამსახურში კომუნიკაცია ბევრად უფრო გაუმჯობესდა და დაძაბულობა არ არის, როგორც იყო. და ასევე, ასე ვთქვათ, მიატოვა საკუთარი მუდმივი კრიტიკის შეგრძნება, მუდმივი კრიტიკის შიდა დიალოგი, რომ მუდმივად აკრიტიკებდა საკუთარ თავს და დაიწყო უფრო, ასე ვთქვათ, პოზიტიური დისკუსია საკუთარ თავთან. 3 თვის შემდგომ ის კითხვარი, რომელიც 4 ქულით შეაფასა უკვე 8 ქულით 10-დან. და ამბობს, რომ 8 ქულამდე გაიზარდა მისი ცხოვრების ხარისხი. პაციენტის უკავშირი არის ის, რომ თითქოს თავში ნისლი გაიფანტა, ახლა ვიცი, რომ ჩემი გრძნობების მართვა შემიძლია, ფსიქოთერაპია მასწავლა, როგორ დავიცვა თავი და როგორ შევქმნა ცხოვრება, რომელიც მე მეკუთვნის. შესაძლოა, რომ ეს იყოს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შედეგი თერაპიიდან გამომდინარე. პატარა ანალიზივით რომ ვთქვათ, ანუ ფსიქოთერაპია დაეხმარა პირობითად მარიამს იმაში, რომ გაზრდილიყო, ასე ვთქვათ, მისი თვითშეგნება, გაუმჯობესებულიყო ემოციური რეგულაცია და სოციალური ფუნქციონირება და ცვლილება მომხდარიყო მისი ცხოვრების ხარისხში. აღიდგინა ძილი და აღარ არის ვთქვათ წყვეტილი და შემაწუხებელი მისთვის, უფრო მეტად შრომის უნარიანი გახდა, ურთიერთობები უფრო გააუმჯობესა და აბალანსებს საკუთარ თავისუფალ დროს და ისახავს მიზანს, მაგალითად ამ თავისუფალი დროის განმავლობაში რა შეუძლია გააკეთოს სასიამოვნო, რომ საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად გაამხნევოს. ეს შემთხვევა იყო უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეთ, როგორ შეიძლება ფსიქოთერაპია მიმუშაოს. 12 სეანსში თუ 12 სეანსში რო ესეთ შედეგი დადო. მარტო თვითონ რომ მოდისო, მაგას ამბობდით, мотиваცია მეტი აქვს, ვიდრე როცა მოყავთ თერაპიაზე. რომ მაგალითად მე მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრი ცდილობ რომ ალბათ სტუდია ეს დავითანხმო. დედაჩემზე მაქვს ლაპარაკი რომ ფსიქოთერაპიაზე იაროს. მაგრამ ამბობს რომ რა უნდა უშოვო, ხა რა უნდა მითხან ისეთი რაც მე არ ვიცი. და არ ჯერა, მაგრამ არ უნდა მისვა და როგორ დავითანხმო არ ვიცი. და ეს რომ დავითანხმო სწორია, რომ ვცდილობ რომ დავითანხმო. იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან წაადგება და ბევრად კარგად იცნობს თავს რა. ეგეც არ ვიცი რომ ფსიქოთერაპევტთან რომ მიყო ხომ უნდა იყო ბოლომდე გახსნილი, ხო? რო ყველაფერი შენი წარსულის შესახებ თუ რა რაც საჭიროა, ყველაფერი მოყვედა.
არც ვიცი ამ ყველაფერს მამდენად ჩაკეტილია სული ბრუნებს შიგნით, ანუ არ უყვარს ესე ლაპარაკი რა. ეს ოიბრუნებს შიგნით, მე დეპრესიები, ბევრი პრობლემები აქვს და რაც აისახება ჯანმრთელობაზე. საკმაოდ ცუდად და ხო აი არ ვიცი როგორ დავითანხმო თუ რა ქვია ამას, ანუ როგორ შეგარმოვიქცე სიტყვაზე ამ შემთხვევაში. ერთის მხრივ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი мотиваცია, რომ მე თვითონ მინდა მივიდე და კონკრეტულად ვხედავ მიზანს, რის გამო მივდივარ. არის შემთხვევები, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. ოღონდ ნახეთ, მანდ უნდა იყოს რაღაც ძალიან ისეთი დიდი ჩვენება, ასე ვთქვათ, ხო, აი მაგალითად ვისაც სჭირდება ფსიქიატრი, ხშირ შემთხვევაში არ უნდათ ფსიქიატრთან მისვლა, ან შეიძლება კრიტიკა ქვია მაგას, ანუ როდესაც ვაფასებთ ადამიანს კრიტიკული ნაწილი რამდენად აქვს, ანუ რამდენად კრიტიკულად უყურებს საკუთარ მდგომარეობას და რამდენად აქვს რესურსი იმის, რომ ნამდვილად ასე ვთქვათ, განიხილოს საკუთარი ცხოვრება ყველა ასპექტით და ჩათვალოს, რომ აი ამ კრიტიკიდან გამომდინარე რაღაცები ნამდვილად დახმარებას საჭიროებს და ვთქვათ, მაგის გამო ზუსტად მე აი ამ კრიტიკიდან გამომდინარე გადაწყვიტოს, რომ ჯობია მივიდე მაგალითად მივმართო და რაღაცები შეიცვალოს. თუ კრიტიკული ნაწილი ადამიანს არ აქვს და თვლის, რომ მე არაფერიც არ მჭირს, თქვენ ხართ ცუდად და დამანებეთ თავი, იმიტომ რომ მე არაფერი გამოსასწორებელი არ მაქვს. იცის რომ აქვს რაღაცები გამოსასწორებელი, მაგრამ არ სჯერა რომ ეშველება, ასე ვთქვათ. ანუ მე რო ჩავწერო და ასე ვთქვათ, რომ უთხრა უკვე ჩაწერილი ხარ და რაღაც რო უთხრა მე ამაში თანხამოს გადახდილი, უკვე ჩაწერილი ხარ და გეუბნებს რომ შეიძლება თქვენი ხათრით შეიძლება მივიდეს და შემდგომ კი, შეიძლება გაბრაზდეს, შეიძლება მივიდეს, მაგრამ ნახეთ, მანდ მნიშვნელოვანი უკვე მე რაც ხდება არის თავად ფსიქოთერაპევტის ხელოვნება, რამდენად შეძლებს რომ ამ ადამიანს დააჯეროს მართლა და დაანახოს იმის საჭიროება, რომ აქ უსაფრთხო გარემოა, შენ შეგიძლია რაღაცები გააზიარო და რეალურად ამაში ცუდი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ შეიძლება რაღაცა დადებითი აქედან წაიღო, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანებმა არ ვიცით რა არის ფსიქოთერაპია ამ შემთხვევაში და ეს არ ცოდნა შფოთვას ზრდის, ანუ არ ვიცი როგორი მოლოდინი მქონდეს, არ ვიცი იქ რომ მივალ რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი რაზე მომიწევს ლაპარაკი და ეს ყველაფერი შფოთვას იმდენად მაღლა წევს, რომ წინააღმდეგობის ძალიან დიდი კედელი იზრდება და ადამიანს მაგიტოც აღარ უნდა მერე მისვლა. თუმცა ის აზრი, რომ რა უნდა გავიგო ახალი, რაც არ ვიცი, ძალიან დიდი ტყუილია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ ჩვენს თავს ძალიან სუბიექტურად, ანუ მე ვხედავ ჩემს თავს, ჩემი აღქმებით, მაგრამ ფსიქოთერაპევტი მანახებს ამას კიდე სხვა კუთხიდანაც. და ის სხვა კუთხე შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც როგორც კი დავინახავ და გავაცნობიერებ, სრულიად იცვლება აღქმა იმ სიტუაციის, მაგალითად, სადაც ვარ. ამიტომ როგორ გირჩიოთ, ნახეთ პირდაპირ რო გითხრათ, ჩაწერეთ და სხვა გზა არ ექნება და მივა, არ ვიცი, იმიტომ რომ დედა თქვენს მაინც არ ვიცნობ და როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამაზე, არ ვიცი. ძალით ასე ვთქვათ, ნახეთ, ანუ იმ შემთხვევაში, როცა ძალით ხდება რაღაცა, არის ხოლმე საფრთხის შემცველი. მაგალითად, ძალით სტაციონირება, ძალით ვთქვათ, რაღაც სასწრაფოს გამოძახება ან ასე შემდეგ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე საფრთხის შემცველია, შეიძლება იყოს თვითდამაზიანებელი, შეიძლება იყოს სუიციდის რისკი, შეიძლება იყოს საფრთხე სხვებისთვის და აქედან გამომდინარე სხვა გზა აღარ არის. ანუ ეს უფრო მძიმე რაღაცა ფსიქიკურ მდგომარეობებს ვგულისხმობ. სხვა შემთხვევებში ძალით მიყვანას ბავშვების შემთხვევაზეც გეტყვით, ანუ ბავშვი ხო ყოველთვის მშობელს მოყავს. იშვიათი შემთხვევა არის, როდესაც დღესდღეობით რაც ძალიან მიხარია, შეიძლება მოზარდმა თვითონ თქვას, რომ იცი რა, მე ფსიქოთერაპევტი მჭირდება და წამიყვანე. იმიტომ რომ მას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს რა არის ფსიქოთერაპია, ინტერნეტის საშუალებით რაღაცებს ეძებენ, კითხულობენ და ეს ცოდნა აძლევთ მე იმის, ასე ვთქვათ, რესურსსაც და სურვილს, რომ მე რომ მივიდე, დამხმარე იქნება ჩემთვის და ამიტომ სთხოვს მე მშობელს რომ წამიყვანე. იმ შემთხვევაში, როცა ბავშვიც ან მოზარდიც მოყავთ ესე ძალით, რომ მას არ უნდა, მაგრამ მშობელმა ჩათვალა, რომ უნდა ასე ვთქვათ, მიიყვანოს, ერთი გზა არის კონსულტაცია მშობლის, თუ არის ამისი, ასე ვთქვათ, რამე შედეგების მომცემი თუ იქნება, რომ მშობელს ვასწავლოთ რა გააკეთოს და მეორე მომენტი არის მანდაც კეთილგანწყობის მოპოვება, ხო, რომ ფსიქოთერაპევტმა იმ ბავშვს თუ მოზარდს
შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც ის ძალიან კარგად იგრძნობს თავს და მიხვდება, რომ მე აქ ძალიან უსაფრთხოდ ვარ, მშვიდად შემიძლია ვიყო, რაღაცებზე შემიძლია ვისაუბრო, ასე ვთქვათ, გარკვეული ჩარჩოების ქონის გარეშე, გავაზიარო რაღაც, იმიტომ რომ ვიცი, რომ არსად არ გავა ეს ნათქვამი და მაგალითად მხარდაჭერას მივიღებ და არა კრიტიკას. იმიტომ რომ ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ფსიქოთერაპევტი არასდროს არ აკრიტიკებს ადამიანს. რატო გააკეთე ეს? ანუ გაუბრაზდი და ვიღაცას ვუყვირე, ფსიქოთერაპევტმა თუ გითხრათ რატო უყვირე, გასარკვევია რის გამო გეკითხებათ ამას, ხო? ანუ ეს არ უნდა იყოს კრიტიკული შეკითხვა, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა. სხვა რამე უნდა გაგეკეთებინა, იმიტომ რომ ეს კრიტიკა ცხოვრებაში ისედაც ძალიან ბევრი გვაქვს და თუ ფსიქოთერაპევტთან მივედით და იქაც კრიტიკა დაიწყო, რა თქმა უნდა, იქ პროცესი ვერ წავა ჯანსაღად და თერაპიული ალიანსი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ თერაპევტს და კლიენტს შორის ჩამოყალიბდეს, ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდება. რაც გულისხმობს იმას, რომ მე იმდენი სანდოობა მაქვს და იმდენად კარგად გრძნობ თავს და იმდენად მიგიჩნევ შენ პროფესიონალ ადამიანად, რომ შემიძლია ჩემი ისტორია, რომელიც ძალიან ინტიმურია, რომელიც არავისთვის არ გამიზიარებია, ფიქრი, რომელიც მქონია თავში, მაგრამ ვერავისთან ვერ ვამბობ, ჩაგთვალო სათანადო ადამიანად, რომ შენ გაგიზიარო. და არ მქონდეს დამატებით იმის განცდა, რომ შენც მეტყვი ეგ აზრი საიდან გაგიჩნდა. საერთოდ როგორ გაბედერო, ეგ გეფიქრა მაგალითად, ხო? თქვენი დედის შემთხვევაში არ ვიცი, ცოტა კულტურული ამბავიც არის ხოლმე ხანდახან, რომ ესეთი წინა თაობების ადამიანებს ნაკლებად ჯერათ იმის, რომ საერთოდ ფსიქოთერაპია არის რაღაცა, პროფესია, რომელიც გარკვეულ საქმეს აკეთებს. ამიტომ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მქონია შემთხვევები, როდესაც მაგალითად 60, 65, 70 წლის ადამიანს არ ესმის საერთოდ ფსიქოთერაპევტი რატომ უნდა არსებობდეს. არ ვაკრიტიკებ მათი მესმის, იმიტომ რომ იმდენად არ იყო ეს მათ დროში, რომ ამას აქში მაგაზე ფიქრი კიდე რომ შეიძლება იყოს დამხმარე, შეიძლება სრულიად ზედმეტი იყოს. კითხვა ხარ, ვიცი სწორად თუ აკითხავს თავს ვიზღვევ გამარტებით. ანუ ხომ არის ბევრი განხრა ფსიქოთერაპევტების სხვადასხვა განხრებით, ხარ როგორც ჩამოთვალეთ, ხო? როგორ ავარჩიოთ, თუნდაც ჩემთვის რომ მჭირდებოდეს დედასთვის, ბავშვისთვის, როგორ ავარჩიო რა განხრა. კაი, მესმის როცა რაღაცები მუშაობენ, ვიცი, ოჯახურ რაღაცა კონფლიქტებზე, რაღაც მუშაობს, ვთქვათ, მადეპრესიებზე, მაგრამ როცა დედას არ აქვს ეს გამოხატული ოჯახური კონფლიქტი, არ აქვს რაღაცა ისეთი ძიმე, ანუ არ არის ადეკვატური, ანუ როგორ ავარჩიო ფსიქოთერაპევტი? რა განხრის ფსიქოთერაპევტი ავარჩიო? ეგეც ძალიან სუბიექტურია და გეტყვით რატო. ნახეთ, მე რომ ვთქვი, რომ პირობითად მე კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია არ მომწონს, ხო? რატომ გეტყვით მიზეზებს? ეს თერაპიული მიდგომა არის ძალიან სტრუქტურირებული. ანუ მოცემულია კონკრეტული სქემა, როგორ მუშაობ, რაღაც ასე ვთქვათ, განრიგი, კონკრეტული ჩარჩო, პირველ სესიაზე ამას ვაკეთებ, მეორეზე ამას ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს თერაპევტიც ძალიან მოქნილია, ანუ თუ კი მე განრიგში ეს მიწერია და ადამიანი სხვა რაღაც საკითხით მოვიდა, იმას არ ნიშნავს, რომ მას ვეუბნები, რომ გაჩუმდი ახლა, იმიტომ რომ ეს სხვა გეგმა მაქვს. მაგას არ ვაკეთებთ, მაგრამ მაინც გარკვეულ პროტოკოლს მიყვება, ხო? ამიტომ პირობითად ჩემთვის, რომელსაც არ მიყვარს ესეთი სტრუქტურა, მაგ თერაპიაზე ვიჯდები და კაი დავალებას შევასრულებ, მაგრამ ჩემთვის დაემსგავსება სკოლაში რომ დავალებას მაძლევდნენ და რაღაც უნდა გავაკეთო და მივიტანო. ამიტომ ჩემთვის ვთქვათ ნაკლებად შედეგის მომტანია. ადამიანი, რომელიც შეიძლება უფრო ვთქვათ სპონტანური იყოს, მისთვის შეიძლება ძალიან ისეთი შესაბამისი იყოს, მაგალითად გეშტალტ თერაპია და სხეულზე ორიენტირებული თერაპია. გეშტალტი არის ორიენტირებული აქ და ამჟამად გამოცდილებაზე, არ გვაბრუნებს მუდმივად წარსულში, შენს ბავშვობაში რა ხდებოდა და ასე შემდეგ, თუმცა ეგ ინფორმაცია საჭიროა, მაგრამ აქ და ამჟამად ამ წუთას რა ხდება, ამაზე არის ძალიან კონცენტრირებული. სხეულზე ორიენტირებული იმაზეა კონცენტრირებული სხეული რა ინფორმაციას ფლობს. იმიტომ რომ ჩვენს სხეულს აქვს მეხსიერება მუცლად ყოფნიდან, პირველი დღე როცა ჩავისახეთ დედის საშვილოსნოში, იქიდან მოყოლებული რა გამოცდილება გავიარეთ, ყველაფერი სხეულს ახსოვს, უბრალოდ ძალიან ღრმა, დიდი ინფორმაცია არის სრულიად არაცნობიერი, რომელსაც ესე ვერ ვფლობთ, ასე ვთქვათ. სხეული ამას ინახავს და სადღაც შეიძლება სხეულმა გამოავლინოს რაღაცა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი ზუსტად აი ამ რაღაცეებიდან გამომდინარე მუშაობს ადამიანთან იმისთვის, რომ
ახალი პატერნები, ახალი რაღაცა სტრატეგიები დაასწავლოს და უფრო გააძლიეროს, მაგალითად, გააცნობიერებინოს რაღაცები. ფსიქოდინამიური მიმართულება უფრო ხანგრძლივია. ან თქვათ, ბევრგან გექნებათ ნანახი ფროიდიანული ამბავი, როგორ არის აღწერილი, რომ მოცემულია რაღაცა ტახტი, ფსიქოთერაპევტი, ტახტზე წამოწოლილი კლიენტი და მუდმივი საუბარი, ხო? ანუ უფრო ხანგრძლივია, შეიძლება წლობით მიმდინარეობდეს და ორიენტირებული არის ამ არაცნობიერი მასალის გაცნობიერებაზე და არის დამოკიდებული ადამიანის, უпростоრად მთავარი აქცენტი არის ადამიანის ასოციაციები. ანუ რა ასოციაციები, რა აზრები მოსდის ადამიანს, ამას მიყვება მთლიანად თერაპევტი, ხო? როგორ შეარჩიოთ დედათქვენისთვის მიმართულება, ცოტა ისეთი რთული საკითხია, იმიტომ რომ შეიძლება უკეთესი იყოს, პირობითად არჩევანი ქონდეს მას და მან გადაწყვიტოს, რომ გეშტალტ თერაპია მირჩევნია, ვიდრე არტ თერაპია, იმიტომ რომ ხატვას ვერ ვიტან, მაგალითად. ან ვიღაცას ხატვა მოსწონს და შეიძლება მაგის გამო მივიდეს არტ თერაპევტთან. ოღონდ არტ თერაპია არნიშნავს ხატვას, როგორც ხატვას, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ იქ არის კონკრეტული ინსტრუქცია, რას ახატინებს თერაპევტი და როგორ შეიძლება იმ ნახატის გაანალიზება, გაცნობიერება და იმ ნახატიდან არაცნობიერი მასალის ამოღება. იმიტომ რომ ადამიანი სპონტანურად რაღაცას მოხაზავს, თვითონ ვერ ხვდება რაღაცას და მერე თერაპევტი ყურადღებას ამახვილებინებს, ხო? არ ვიცი, არსებობს ცეკვითი თერაპია, მუსიკა თერაპია, დრამა თერაპია, ძალიან ბევრი მიმართულება არის, ამიტომ EMDR თერაპია მაგალითად ტრავმებზე და პოსტტრაუმულ სტრესზე არის უფრო მეტად ორიენტირებული. ხშირ შემთხვევაში, დავამატებ ამას გეტყვით, მაგალითად თუ მივიდა ადამიანი ფსიქიატრთან, შეიძლება ფსიქიატრმა ურჩიოს მიმართულება და უთხრას, რომ შენ წადი CBT თერაპევტთან, იმიტომ რომ ეს გჭირდება შენი მდგომარეობიდან გამომდინარე. ან მაგალითად აი ამასთან წადი, ეს არის გეშტალტ თერაპევტი, ან ის არის არტ თერაპევტი და ეს იქნება უკეთესი, ხო? ამიტომ ეგეთი შემთხვევებიც არის, როდესაც რეფერირებას ვინც ახდენს, პირდაპირ ეუბნება რა მიმართულების სპეციალისტს მიმართოს. შეიძლება ინფორმაცია მოიძიოთ უბრალოდ, რომელი თერაპია რას აკეთებს და თუ დედათქვენი თანახმა იქნება, თავად აარჩიოს რა მიმართულების სპეციალისტთან უნდა წასვლა. შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სქესი. რომ ქალთან ვერ ვისაუბრებ, კაცთან ვისაუბრებ, კაცთან ვერ ვისაუბრებ, ქალთან ვისაუბრებ, რაღაცა ნიშანი მახასიათებელი იყოს, რომლითაც ვიღაცა არ მოვა მაგალითად და ჩემთვის უთქვამთ, რომ ბებია ჩემს გავხარ და ამიტომ შენთან ვეღარ მოვალ. ანუ რა ვქნა? ოკეი, უთხარი, მაშინ მოდი ვინმე სხვა თერაპევტი მოვძებნოთ, იმიტომ რომ საჭიროა თერაპია, მაგრამ ნახეთ, ეგეც დავამატებ, მაშინ გამახსენდა უბრალოდ თემატურად, თუ მიხვედით ფსიქოთერაპევტთან და პირველ შეხვედრაზე გრძნობთ, რომ რაღაცა პროცესი ვერ მიდის, არ გამომდის ურთიერთობა ამ ადამიანთან, მაგაზეც ღიად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება თერაპევტი დაგეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რა არის თქვენთვის ხელის შემშლელი და რის გამო ვერ გრძნობთ თავს კომფორტულად, ან პირობითად თუ ძალიან დიდი მიუღებლობა გაქვთ, ძალით არ უნდა იაროთ თერაპევტთან და უნდა მოსინჯოთ მერე სხვა ადამიანი მაგალითად და სხვა თერაპევტი იქნებ იყოს თქვენთვის უფრო შესაბამისი და მასთან თავს უფრო უკეთესად გრძნობდეთ. ამიტომ ეგ ნაწილიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ვიღაცასთან მიხვედით, არ ნიშნავს, რომ იქ უნდა იაროთ და მორჩა და დამთავრდა. და ასევე რაც ჩემი აზრით ძალიან დამხმარია, არის ჩვენი მხრიდანაც, როგორც კლიენტი, შეკითხვების დასმა. რომ მაგალითად რას ველოდო, რას გამაკეთებინებ, მუშაობის პროცესი როგორია, რამდენი ხანი ვიქნები თქვენთან, თუ ფიქრობთ და შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რამდენი შეხვედრა დამჭირდება, თუ ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა კითხვები შეიძლება იყოს ისეთი დიდი ინფორმაციის მომცემი, რაც დაგეხმარებათ, რომ მე გადაწყვეტილება მიიღოთ. პირიქით თქვენ მადლობა და ერთი შეკითხვა არის ონლაინ აკვიატებულ აზრებზე რამეს თუ გვეტყვითო. ვინც დასვა ეს შეკითხვა აქ აღარ მიჩვენებს, თუმცა აკვიატებულ აზრებში რას გულისხმობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აკვიატებული აზრები ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე შფოთვას. და შფოთვასთან გამკლავების სწავლა გვჭირდება და ასევე ამ აკვიატებული აზრების ჩანაცვლება უფრო ფუნქციური, ასე ვთქვათ, აზრებით და უფრო პოზიტიური აზრებით. ამიტომ ეს თვითონ პროცესია ძალიან ისეთი ხანგრძლივი, თუმცა აკვიატებულ აზრებთან დაკავშირებით, აი პირდაპირ გაწერილი რეკომენდაციასავით არის მაგალითად, რომ
თუ ვინმე ადამიანს აწუხებს აკვიატებული აზრები, CBT თერაპიას პირდაპირ უწევენ ხოლმე რეკომენდაციას, რომ CBT თერაპია ამ შემთხვევაში უფრო უკეთესად იმუშავებს, ვიდრე რომელიმე სხვა თერაპია. CBT-სთან დაკავშირებით გეტყვით კიდე იმას, რომ არის ეს გაწერილია, ვთქვათ, ის 12 შეხვედრა და 12 შეხვედრაში უკვე გარკვეულ შედეგებს დებს ეს თერაპიული მიმდინარეობა და ამითიც არის ძალიან ესეთი ხელსაყრელი, რომ კონკრეტული დრო აქვს მოცემული და შეიძლება ადამიანისთვის იყოს უფრო მოსახერხებელი როგორც ფინანსურად, ასევე დროის მხრივ და ბევრი ფაქტორით. და რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ საქართველოში არა, მაგრამ ძალიან ბევრ მაგალითად უცხო კულტურაში, ამერიკაში ვთქვათ, CBT თერაპიას გარკვეული სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ, რის გამოც შეიძლება იყოს უფრო ვთქვათ პოპულარიზებული, იმიტომ რომ სადაზღვევო აფინანსებს შესაბამისად ადამიანისთვის მოსახერხებელია, რომ დაზღვევამ გადაიხადოს მისი თერაპიული ხარჯი, ასე ვთქვათ, ხო? კარგით, რაიმე სხვა შეკითხვები ხომ არ გაქვთ? ახაც რო შედიოთ ეს დაზღვევაში რაკელი სხვათა შორის არის TBC-ს აქვს გარკვეული დაზღვევა, არის კიდე რაღაცა სხვა დაზღვევები, რომლებიც ზოგი 50%-ით აფინანსებს, ზოგს რაღაცა წილობრივი გადანაწილება სხვადასხვანაირად არის, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაზღვევაში, გარკვეულ დაზღვევებში არის შეტანილი კი. არ ვიცი, რაიმე რაოდენობაზე თუა გათვლილი. მე როგორც მახსოვს, ოღონდ ის ადრე იყო, დაახლოებით 10 შეხვედრას აფინანსებდნენ, თუ რამე შეიცვალა, მე არ ვიცი ეგ ამბავი. მოზარდებზეც მუშაობთ, ხო? მოზარდებთან და დასრულებთან. ბავშვების შემთხვევაში უფრო მეტად მშობლის კონსულტაციას ვაკეთებ. მცირეწლოვან ბავშვებს გულისხმობ 3 წლის, 4 წლის. 15 წელი და აბა. არა, რეალურად 11-12 ნებისმიერი ასაკის ადამიანი მოდის, უბრალოდ ბავშვთა სპეციალიზაციით დავიწყე მუშაობა და ეგ 10 წელი ვიმუშავე მაგ მიმართულებით და ბოლო 3 წელია ვმუშაობ უკვე დასრულებთანაც. დავიმატე, ასე ვთქვათ, ეგ ნაწილი, თუმცა დავიწყე ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით და თანდათან მერე გავზარდე, ასე ვთქვათ, ასაკობრივი კატეგორია. არა, ყველა პრობლემასთან მე ვერ ვმუშაობ, მგონი სხვა თერაპევტებიც ეგრე არიან, მაგალითად აუტიზმთან არ ვმუშაობ, დაუნის სინდრომთან არ ვმუშაობ, იმიტომ რომ იქ ცალკე მიმართულებაა თერაპიული, რომელიც მე სხეულზე ორიენტირებული თერაპიის მიმართულებით ვარ, ამიტომ ჩემი მუშაობა ეგეთ დარღვევებთან არ იქნება ისეთი შედეგის მომცემი.